დღეს ჩვენი ახალი რუბრიკის მეორე ეპიზოდია. ვინ გამოიგონა სკოლა? და მაინც, ვინ გამოიგონა ეს სკოლები? რა საჭიროა საერთოდ? უფ, რა კარგია სკოლაში ძილი. ნეტავ რა ემოციას იწვევს შენში სკოლა. აღიარე, რამდენჯერ გიფიქრია გაკვეთილზე ჯდომისას. ნეტავ ვინ გამოიგონა სკოლა, ასე რომ ვიტანჯები გაღვიძებისას. ბავშვებს ხშირად გონიათ, რომ სკოლა რომელიმე ბოროტმა მეფემ მოიფიქრა ბავშვობის დასასჯელად, მაგრამ დღეს ერთ დიდ საიდუმლოს გაგიმხელ. სკოლა ერთ ადამიანს არ მოუგონია. მოდი ჩავსხდეთ დროის მანქანაში და ერთად გავიგოთ სიმართლე. ჩვენი პირველი გაჩერება ძველი საბერძნეთია. იცოდი, რომ სიტყვა სკოლა მოდის ბერძნული სიტყვიდან სკოლე? ახლა კი მოემზადე ეს სიტყვა ნიშნავს თავისუფალ დროს ან დასვენებას. დიახ, არ მოგესმა. გამოიწერე ჩვენი არხი მეტი საინტერესო ამბებისთვის. ძველად ადამიანები მთელი დღე მინდორში მუშაობდნენ. ვისაც მუშაობისგან თავისუფალი დრო რჩებოდა, იკრიბებოდნენ, საირნობდნენ და ჭკვიანურ თემებზე საუბრობდნენ. აი, ამ დასვენებას ეძახდნენ სკოლას. მაგრამ პირველი ნამდვილი სასკოლო შენობები შუმერებმა შექმნეს და მას ედუბა, ესე იგი თიხის სახლი დაარქვეს. იქ ბავშვები რვეულების ნაცვლად სველთიხაზე წერდნენ. საშლელი არ ჰქონდათ. ამიტომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში თიხას თავიდან ამუშავებდნენ. და შენ კი კალმის ტარება გეზარება? მასწავლებლები საოცრად მკაცრები იყვნენ და დაგვიანებისთვის ბავშვებს ჯოხითაც კიშიდნენ. ასე რომ დღევანდელი სკოლა იდეალურია იმასთან შედარებით, რაც შუმერებს ჰქონდათ. დრო გადიოდა, მაგრამ სკოლაში მხოლოდ მდიდრები დადიოდნენ. ყველაფერი კი მე-18 საუკუნეში შეიცვალა, როდესაც პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდმა ბრძანა. ძლიერი სახელმწიფოსთვის მჭირდება ხალხი, ვინც წესებს ზუსტად შეასრულებს. 1763 წელს მან განათლება ყველასთვის სავალდებულო გახადა. სწორედ პრუსიელების იდეა იყო ბავშვების კლასებად დაყოფა ასაკის მიხედვით და ერთიანი სასწავლო პროგრამა. ეს ევროპული მოდელი კი ამერიკაში ჩაიტანა კაცმა, სახელად ჰორას მანმა. მას ამერიკული სკოლის მამას ეძახიან. მას სურდა, რომ სკოლა ყველასთვის უფასო ყოფილიყო, მაგრამ შეამჩნევდი, რომ სკოლა ცოტათი ქარხნებს გავს. თუ რა თქმა უნდა, ყოფილხარ ერთხელ მაინც ძველ ქარხანაში. რით გავს ეს ორი ერთმანეთს? ზარი ირეკება, შედიხარ. მერხები ისევე მწკრივშია, როგორც მათი სამუშაო მაგიდები. ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ეპოქაში ბევრი ქარხანა შენდებოდა და სკოლამ ბავშვებს დროის კონტროლი, ორგანიზებულობა და წესების მორჩილება სწორედ ქარხნული მეთოდით ასწავლა. თუმცა დღეს 21 საუკუნეა. თანამედროვე სკოლაში სულაც აღარ გვჭირდება ქარხნის რობოტებივით ცხოვრება. დღეს სკოლა არის ადგილი, სადაც შენი მთავარი სუპერძალები უნდა აღმოაჩინო და განივითარო კრიტიკული აზროვნება. ისწავლო კითხვების დასმა, შეიძინო მედია წიგნიერების უნარები და გაარკვიო, თუ რა არის მართალი და რა ტყუილი. ასე რომ სკოლაში ზარი დაირეკება, გახსოვდეს, რომ შენი მომავალი შენს ხელშია. მოიცა, ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება. მოდი ერთად გავიმეოროთ ახალი სიტყვების მნიშვნელობები. შეგიძლია დაასტოპო ვიდეო და შენ თვითონ წაიკითხო. კრიტიკული აზროვნება ეს არის უნარი, არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ან ტელევიზორში გეტყვიან. არამედ დასვა კითხვები. საიდან ვიცით, ვინ არის ავტორი? შეგიძლია ჩემს ვიდეოში მოცემული ინფორმაციაც გადაამოწმო. მედია წიგნიერება ეს არის უნარი, გაარჩიო სწორი და ყალბი ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული fake news-ი წიგნებში, სოციალურ ქსელებსა და ვიდეოებში. კონტექსტი. დრო და გარემოება, რომელშიც რაიმე მოვლენა ხდება. მაგალითად, სკოლის ქარხნული წესები მე-19 საუკუნის კონტექსტში საჭირო იყო. დღევანდელ კონტექსტში კი მეტი თავისუფლება გვჭირდება. ხოლო პრუსიული მოდელი მეფე ფრიდრიხის დროს შექმნილი სისტემაა, სადაც განათლება სავალდებულოა და ბავშვები ასაკის მიხედვით იყოფიან კლასებად. ახლა კი მოდი ერთად უპასუხოთ შეკითხვებს. სკოლა დასვენებაა? დაფიქრდი, თუ სკოლა ძველ საბერძნეთში დასვენებას ნიშნავდა, რატომ შეიცვალა მისი მნიშვნელობა? რა მოხდა საუკუნეების განმავლობაში? შენი აზრით ძალიან საინტერესოა. შენთვის სკოლა დასვენებაა თუ შრომა? იქნებ ორივე ერთად. რატომ ფიქრობ ასე? აუცილებლად გაგვიზიარა შენი მოსაზრება. ფაქტი თუ მოსაზრება? მითი. სკოლა ბავშვებს დასასჯელად ბოროტმა მეფეებმა გამოიგონეს. ეს მოსაზრებაა და არა ფაქტი. სინამდვილეში სკოლა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. სიმართლე, რა არის მართალი და რა არა? ისწავლე ფაქტებისა და მოსაზრებების განსხვავება. კრიტიკული აზროვნება გეხმარება სიმართლის აღმოჩენაში. და მთავარი კითხვა, სკოლა უნდა ჰგავდეს ქარხანას თუ შემოქმედებით სივრცეს? გაგვიზიარა შენი იდეები და მთავარი აზრია,
ქარხანაში ყველა ერთნაირად მუშაობს. შემოქმედებით სივრცეში კი თავისუფლად ქმნი და ფიქრობ. შენი აზრით, რომელია უკეთესი სწავლისთვის? შენს მეგობრებთან ერთად შეასრულე შემოქმედებითი დავალებები, დახატე შენი ოცნების სკოლა და წარმოიდგინე სივრცე, სადაც სწავლა სახალისოა. რბილი პუფები, მოსასვენებელი სივრცეები, გემრიელი და ჯანსაღი საკვები უფასოა. სპორტული და საცურაო სივრცეებიც ხელმისაწვდომია. ასევე სამი ახალი წესის მოფიქრებაც არ დაგავიწყდეს, არც ჩემი არხის გამოწერა. ასევე მოიფიქრე შენი სკოლის მომავლის დევიზი და დარჩი ჩვენთან, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ჩვენი სუპერძალები. დიდი მადლობა!